გესალმებით, ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გადავწყვიტე, რომ გქონდეს გაშლა თუ რომელი არქეტიპი ხარ შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, ხო, რომელი არქეტიპია ესეთი წამყვანი შენში. ზოგადად, ხო, რა არის არქეტიპი? ეს ზოგადი მიმოხილვა, რომ არქეტიპი არის უნივერსალური სიმბოლო, ან ქცევითი პატერნი, რომელიც არსებობს ჩვენს კოლექტიურ არაცნობიერში. ეს კარლ იუნგის მიხედვით, ხო, ეს თეორია ეკუთვნის კარლ იუნგს, ასე რომ ვისაც უფრო ცვლად გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაგუგლოთ, მოიწევთ უფრო ვრცელი ინფორმაცია, სიღრმეებში არ ჩავალ, მაგრამ ზოგადად გვაქვს ეს მოცემულობა, ხო, თუ რას წარმოადგენს არქეტიპები. ასევე ეს გაშლა დაგეხმარება, რომ შეისწავლო შენი პიროვნების ღრმა სტრუქტურები, თუ რომელი როლი, არქეტიპი არის ამჟამად შენში აქტიური, ხო? ადევნო თვალი ამას და შეისწავლო და ზოგადად გაცნობიერო, რომ რა ხდება შენში და განვითარდე, რა თქმა უნდა, ხო? და ზოგადადაც ისედაც საინტერესოა, ხო? ასეთი ტიპის გაშლა. ასე რომ, ხო, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოусმინოთ. გვექნება არქეტიპებზე, ავიღე მხოლოდ მაღალი არკანები და მაღალი არკანების მეშვეობით გავაკეთებთ არქეტიპებს. წმინდად კლასიკურ იუნგის არქეტიპებით და რა თქმა უნდა, ჩვენ არ წავალთ. იუნგის და პირსონის არქეტიპებით არ წავალთ. უბრალოდ ეს არის ასე ვთქვათ, ამ გაშლის ბაზა, ხო, ზოგადად არქეტიპის თეორია, ასე რომ ვთქვათ. გავარკვევ ახლა მე დამატებით რომელი დასტა გამოვიყენო, ხოლმე გავარკვევთ რომელი დასტა გამოვიყენო, მაგრამ ეს დასტა უკვე გადამივარდა და არ გამოვრიცხავ, რომ ამ დასტასაც უნდა ჩვენთან დავაშრომოთ. არა, ამაც ხოთ შორის დიდად რომელი ამათ არ უნდა ჩვენთან საუბარი. ამაურია, ყველა მოიტანე ეს დასტა. ამათ ჩვენთან არ უნდა საუბარი, დავტოვოთ, არ უნდათ. ნახოთ ეს დასტა. გაშლა რომ გამოვიდეს, მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი დასტა ავარჩიოთ ენერგეტიკულად, რომელიც შეეძლება გაშლის არსს და აზრს. ესენი ისაუბრებენ. ეს გაშლა დავტოვოთ. ეს გაშლა თქო. დასტასაც ვიკითხავთ, თუ უნდა ჩვენთან საუბარი. ნახოთ, ამდენი დასტები არ მჭირდება ხოლმე, მაგრამ მაინც რაღაცი და რა ხდება. ამათაც შეუძლიათ რაღაცების დამატება, ეს დავტოვოთ მაინც რო რამე და რა თქმა უნდა, ორაკული იქნება ჩვენ რჩევა. რჩევები დავტოვოთ აი აქ, ხო? ასე რომ გავდებ ახლა მე აქ სამ პოზიციას. მაგრამ იცით რა, კარტებს კი არ დავდებ. რამის გამოვიყენებ ახლა მე. დიდი ხანი არ გამოვიყენებია მინერალები და ამიტომ იყოს მინერალებით არჩევა, ხო? გავარჩიოთ მინერალების მეშვეობით, ესე გვექნება ჩვენ სამი პოზიცია, პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. ერჩიეთ. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და შემდეგ შემოგვერთეს, ჩვენ კი დავიწყოთ პირველი პოზიციით და ვნახოთ პირველი პოზიციის არქეტიპი. ასევე შეგახსენებთ, რომ ვისაც გაინტერესებთ ამ თემაზე ინდივიდუალური გაშლა, ან კიდევ სხვა თემაზე უფრო სიღრმისეული ზუსტი ინდივიდუალური გაშლა გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, გარდა ამისა, ბედის მატრიცა, ვისაც აინტერესებს, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაიაროთ ჩემთან ვიდეო კოლით კონსულტაცია, ან შეუკვეთოთ ინდივიდუალური ელექტროწიგნით თქვენს ბედის მატრიცაზე თავის ახსნებიანად, განმარტებიანად. კარგი, დავიწყოთ პირველი პოზიციის არქეტიპი. აი წამყვანი არქეტიპი მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, მისი წამყვანი არქეტიპი. ნახოთ.
სულელი, იდიოტი, the fool. ძალიან საინტერესო ზოგადად, ხო? ეს the fool-ის არკანი აი წმინდად კლასიკურად რო წავიდეთ, ასოცირდება ბავშვთან, ხო? ბავშვობასთან, სილაღესთან, გახსნილობასთან, სიახლესთან. ეს არის ყველაფერი ახალი. ეს არის აი როგორ თქვა, ისეთი ენერგია, სადაც ადამიანი მუდმივად მიუტვის სიახლისკენ. მას აინტერესებს რაღაც ახალი რაღაცები, ხო, სურს რომ შეიმეცნოს რაღაც ახალი, დაინახოს რაღაც ახალი, მიიღოს ახალი გამოცდილება და ამავდროულად ეს არის სილაღე, ხო, ჩვენ არ გვინდა რომ რაღაც ზედმეტ ჩარჩოებში მოვაქციოთ საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება, გვერდჩემ რომ ვიყოთ ლაღად, ვიყოთ გახსნილად, აღმოვაჩინოთ რაღაც სიახლეები, ხო? ზოგადად ეს არის ესეთი ბავშვის და ამავდროულად მოგზაურის არქეტიპით, რომელიც სულ მიუტვის ახალისკენ. სიახლისკენ და არ სურს რაღაც ზედმეტი პასუხისგებლობები, სტრესული სიტუაციები, აი ეს არ არის ოფისში მომუშავე ადამიანი, ასე რომ ვთქვათ, ხო, რომელიც 24/7-ზე ზის, მუშაობს და ფიქრობს როგორ იშოვოს რაღაც ფული და გამდიდრდეს, ხო? საერთოდ არ არის ეს არქეტიპი, ეს არის ესეთი თავგადასავლის არქეტიპი, ხო, ადამიანი, რომელიც თავგადასავლებს ეძებს, ადამიანი, რომელსაც უნდა რაღაც საინტერესო მოხდეს, გადაეშვას რაღაც ახალ ისტორიებში, ხო? აი, ყველაფერი, რაც ამასთან ასოცირდება, შედის the fool-ის არქეტიპში, ხო? ამავდროულად, ხო, ნეგატივში გვაქვს რაღაც ინფანტილურობა შეიძლება იყოს, რომ ადამიანი სულ ფიქრობს მე და მიტომაც თავის თავს ბავშვის პოზიციაში აყენებს, რომ ჯერ ის ხო? და ის ჯერ კიდევ პატარა, პასუხისგებლობას არ ვიღებთ და აი არ გვინდა რაღაც ასეთი რაღაცები, ხო? ნუ რაღაც ნეგატიური გამოვლენაში ამ არქეტიპის შესაძლოა ეს იყოს, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად განვიხილოთ, ხო, პირველი პოზიციაში, პირველი პოზიციისთვის უფრო სწორად, აი ამ არქეტიპს, ხო? სულ დამაწყო რომ აქ შედგენილი აქვს, მე ხო. ნახოთ ახლა ჩვენ ისეთი ნათელი მხარე ამ არქეტიპის პირველ პოზიციისთვის, ამ არქეტიპის პოზიტიური მხარე პირველ პოზიციისთვის და ამ არქეტიპის ისეთი ბნელი მხარე, ხო? პოზიტიური მხარე და ბნელი მხარე. პოზიტიური მხარე. და არგანი, ვარსკვლავი. მე ვიტყოდი პოზიტიური მხარე ამ არქეტიპის არის, რომ მეოცნებობა, მეოცნებე, ხო? მეოცნებე, რომელიც არ ყრის ფარხმალს, რომელსაც ჯერა, რომ შესაძლოა ახლა ისე არ არის, როგორც მე მინდა, მაგრამ აუცილებლად ისე მოხდება, ხო? მანიფესტაციის უნარით შესაძლოა გქონდეს აქ ვიღაცებს, რომ აი მე რაღაც ძალიან მინდა და იმ დონემდე წარმოვიდგენ ამას და იმ დონემდე კონცენტრირდები ამაზე, რომ ეს მართლაც ასე გამოდის. აი არაჩვეულებრივი მანიფესტაციის უნარი, კრეატიულობა, აი ნოვატორულობა, კრეატიულობა, შემოქმედებითობა, აი ყველაფერი რაც აქ არის, აი ყველაფერი ეს არის პლუსში ამ არქეტიპის მიხედვით პირველი პოზიციისთვის, ასე რომ ნუ არაჩვეულებრივი დადებითი მხარეა და მეთანხმებით, რომ აი კრეატიულობა, ორიგინალურობა, შემოქმედებითობა, მანიფესტაციის უნარი, ინტუიციასთან ძლიერი კავშირი, ზემოძალებთანაც, სამყაროს ძალებთან, ენერგიებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა, ხო, აი ყველაფერი რაც ამას უკავშირდება არის აქ დადებითში, ნუ მართლა ძალიან ეფექტური დადებითია, მინდა ვთქვა, ეს არ არის რაღაც ისეთი კიდევ დადებითი ამ არქეტიპის პირველ პოზიციისთვის. ნუ მუდმივი სილაღე და სურვილი რომ წახვიდეთ სიახლისკენ, აი როგორი დადებითი გაქვთ ამ არქეტიპიდან, იცით, არ ზიხართ ერთ ადგილას, არ გოდრებთ, არ ელოდებით, რომ ვიღაცა ახლა მომიღებს კარგ ცხოვრებაში და რაღაცები მოხდება. არა, მე თვითონ, მოდი ეს ვცადო, მოდი ის ვცადო, აბა წავიდეთ, აბა ვნახოთ იქეთ, აქეთ, ხო, აი რაღაც ეს ყველაფერი და თან ამ ყველაფერს პოზიტიურად აკეთებთ, ხო, რაღაც ლაღად, სასიხარულოდ, სასიამოვნოდ, კარგი იუმორის გრძნობით შესაძლოა გქონდეს აქ პირველ პოზიციას და ზოგადად ორიგინალური პიროვნებები ხართ, ხო? ნუ ყველა პიროვნება ორიგინალურია, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი პოზიცია ძალიან ისეთია რა. აი მასაში არ ერევით, ასე რომ ვთქვათ, ხო? გამოკვეთილი ხართ მასიდან. კარგი. ვნახოთ ბნელი მხარე. ბნელი მხარე აქ შესაძლოა იყოს ემოციების და პასუხისგებლობების
სურვილის არაღება, ხო? ასე რომ ვთქვათ, რაღაც მომენტებში აი მე გავიპარები, ხო? განსაკუთრებით რაც ეხება ემოციურ კავშირებს, ახლო კავშირებს, აი ამ ყველაფერში მირჩევნია, რომ მე ჩემ თავზე ვიფიქრო და თუ იქ ზედმეტი სტრესია, ან ზედმეტი სიმძიმეა, მირჩევნია აქედან წავიდე. არ მინდა ეს ყველაფერი, ავარიდებ თავს, ხო? აი მომენტში რაღაც ისეთი სიცფიერული რაღაცები შესაძლოა იყოს აქ, ის რომ რაც ჩემთვის არ არის კარგი, მე ეს არ მინდა. რა თქმა უნდა, მე დადებითიც არის, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში ცოტა ისეთ dark side-ზე ამ არქეტიპის, ასე რომ dark side-ი ზუსტად ეგ არის, რომ აი პასუხისმგებლობის აღება, კონკრეტულად ემოციებთან დაკავშირებით არ მინდა. კიდევ ბოღმიანობაც შესაძლოა იყოს აქ ასევე. კიდევ ნეგატიური ასპექტი ამ არქეტიპის პირველ პოზიციისთვის. ეს ნეგატიური ასპექტი რა კუთხით? ზედმეტი ნდობლობა, დახურულობა თუ პირიქით? პირიქით, აქ იგრძნობა დახურულობაც ადამიანების მიმართ მომენტებში, შესაძლოა აქ სულ რაღაც გეგონოთ, რომ ვიღაცა რაღაც გატყუებთ, მაგრამ ამაზე მთავარი არ არის, მთავარი არის ის, რომ ძალიან ჩქარობთ მომენტებში და არ უკვირდებით, არ ფიქრობთ, ხო? არ ფიქრობთ იმაზე, რომ აი სად მიმიყვანს მაგალითად ეს, ან მინდა თუ არა ეს, რაღაც ცივი გონებით ფიქრი აქ არ არის. აქ არის ის, რომ ადამიანი რაღაც ცხელი გონებით, ცხელი ემოციებით უცებ წვეთს რაღაცებს და რაღაცებს აკეთებს, ხო? და უმჯობესი იქნებოდა, რომ უფრო ნელად ემოქმედა აქ პირველ პოზიციაზე. ხო. ბოდიშით მომიწევდა პაუზება. ხო, ასეთი ვითარება გვაქვს. კარგი, გავაგრძელოთ. შემდეგი აქ არის ზოგადად ეს არქეტიპი. აი როგორ იჩენს თავს თქვენს ცხოვრებაში, ხო? ზოგადად ეს იდიოტის არქეტიპი, როგორ იჩენს თავს პირველი პოზიციის ცხოვრებაში. ზოგადად ეს არქეტიპი, როგორ იჩენს თავს პირველი პოზიციის ცხოვრებაში. როგორ იჩენს თავს და მე ვიტყოდი მიუხედავად იმ სიტუაციებისა თუ რადონემდე რთულ პერიოდს არ უნდა გადიოდეთ, ხო? ან აქ არის რომ პირველმა პოზიციამ საკმაოდ ბევრი სირთულე გადაიტანა, ვიღაცებმა მოატყუეს, გაუცროეს იმედები, გული ატკინეს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ოპტიმიზმს არ კარგავს აქ პირველ პოზიცია და ეს არის აქ ძალიან ისეთი, ანუ ოპტიმიზმს, კი ბატონო, აი ოპტიმიზმს არ კარგავთ და მუდმივად წინ ხართ, აი როგორ თქვა უკან კი არ მიდიხართ, რომ აი მაგალითად ხო არის სიტუაციები, რომ მივდივარ წინ, მაგრამ რაღაც მოხდა, გამიცროს იმედები, ჩამოვყარე ხელები და საერთოდ აღარ მინდა არაფერი, ხო? პირველი პოზიციისთვის ეს უცხოა, უცხო ხელია, რადგანაც ხშირ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ახლა ყველა ადამიანები ვართ და გავდივართ ამ ეპიზოდებს ცხოვრებაში, მაგრამ პირველი პოზიცია ცოტა სხვაგვარად მომკლავდება მსგავს ეპიზოდებს, რადგანაც მიუხედავად ყველაფრისა ის აგრძელებს გზას, ის არ ნებდება და მიდის წინ. აი, ეს რაღაც მუდმივი იმედი და პოზიტივი და სილაღე და რწმენა, რაღაცა აი ასეთი რაღაცაა და ცხოვრებაშიც ზუსტად ასე იჩენს თავს ეს არქეტიპი. ასევე ძალიან ისეთი თქვენთან ძალიან სასიამოვნოა კომუნიკაცია, თქვენთან ურთიერთობა, ბევრს მოსწონს თქვენთან კომუნიკაცია, საკმაოდ სანდოობას იწვევთ ადამიანებში, რაღაცნაირად თქვენთან კომუნიკაცია ზოგადად და ურთიერთობა ადამიანებს ეხმარებათ და თქვენც გეხმარებათ, რა თქმა უნდა, ხო? აი, ძალიან კომპანიური ხართ, ასე რომ ვთქვათ. კარგი. ნახოთ ახლა ჩვენ ზოგადად რჩევა, ხო? რჩევა ამ არქეტიპიდან, რჩევა თქვენი არქეტიპიდან თქვენთვის. აი, რას გეტყობდათ ახლა თქვენი არქეტიპი, თქვენი რჩევა აქ პირველ პოზიციას. ოკეი. კარგი, ესე იგი რჩევა არის აქ ის, რომ უფრო მეტი გაცნობიერებულობა და ნდობა საკუთარ ინტუიციის მიმართ. რჩევა ამ არქეტიპიდან თქვენთვის პირველ პოზიციისთვის კონკრეტულად არის შემდეგში, რომ ენდე შენს ინტუიციას
მაგრამ ამავე დროულად იმოქმედე გაცნობიერებულად, ხო? ყველაფერი გააკეთე გაცნობიერებულად, არ იმოქმედო ბრმად. არ წახვიდე იქ, სადაც არ იცი რა გელოდება, ან სადაც გრძნობ, რომ იქ მე არაფერი არ მელოდება და მაინც მივდივარ, ხო, რაღაც სადომაზოქისტური მომენტები. არ გინდა ეს ყველაფერი, არამედ არ იჩქარო, დაუკვირდი, მოусმინე შენს გონებას, მოусმინე შენს ინტუიციას, იპოვე ბალანსი და იმოქმედე. ეს არის რჩევა აქ თქვენი არქეტიპიდან პირველი პოზიციისთვის, ხო? ასეთი მოკლე გაშლა იყო ეს. მე დეტალებში არ ჩავალ, რადგანაც ეს არის საჯარო გაშლა. ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ ინდივიდუალურ ტარო სესიაზე ჩაეწეროთ და იქ უკვე უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ან ეს საკითხი, ან კიდე სხვა საკითხი, ხო? მადლობა პირველ პოზიციას. ვისაც დაინტერესა ეს გაშლა და მოეწონა, აუცილებლად დალაიქეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, ასევე უფრო მეტი საინტერესო გაშლის მოსასმინად. მომზადოთ დასტა და გადავიდეთ მეორე პოზიციასთან. და მივესალმები მეორე პოზიციას. ნახოთ მეორე პოზიციის არქეტიპი. ცხოვრების ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ ეტაპზე მეორე პოზიციის არქეტიპი. წამყვანი. ნახოთ. ნახოთ არქეტიპი. Lovers. ძალიან საინტერესო. სიყვარული არქეტიპი, შეყვარებულები. ეს ძალიან საინტერესო არქეტიპი, შეყვარებულები. აქ ვიტყოდი საინტერესო არქეტიპია, რომელიც უკავშირდება რაღაც არჩევას და ამავდროულად მოიაზრებს თავის თავში თეთრსაც და შავსაც, ხო? რაღაც ორ ნაწილს. ასე რომ ამ არქეტიპში არის ნათელიც და ბნელიც, ასეთიც და ისეთიც, ხო? რაღაც ასე რომ მთავარი წამყვანი ფუნქცია მაინც აქ არის. ფუნქცია რა, მთავარი წამყვანი აზრი, მაინც იქნება აქ ბალანსი, ხო? ბალანსი იმისა, რომ ავირჩიო სიყვარული, ავირჩიო სინათლე, მაგრამ ამავე დროულად არ ვუარყო რაღაც ბნელი ჩემში. ასევე ეს არის კომუნიკაცია, ხო, ადამიანებთან. ადამიანს, რომელსაც სურს კომუნიკაცია, სურს სიყვარული, სურს ღიაობა, სურს ემპათიის მიცემა, გაცემა და ამავე დროულად მიღება, ხო? ყველაფერი ეს არის არაჩვეულებრივად. კონკრეტულად ვიკითხავ ახლა მე. რაში გადმომივარდა რაღაც კარტი? ერთი წუთით ნახოთ, რა გადმოვარდა? ეს 7-იანი გადმოვარდა, მაგრამ ნახოთ. ჩავდეთ და კიდევ ავჭრათ. რაში გამოიხატება, ხო, ეს არქეტიპი მეორე პოზიციის ცხოვრებაში, რომ უფრო რაღაც კონკრეტულობა მქონდეს აქ. მარჩევანში რაღაცის გადაჭრაში ანუ ეს გამოიხატება არჩევანში, არა. ახალ სიყვარულში თუ პირიქით, არა. თითქოს კი, თითქოს არა. საინტერესოა. ძალიან საინტერესოა თუ რაში გამოიხატება, იმიტომ რომ აქ თითქოს და რაღაც ურაზროვანი ინფორმაცია. ეს გამოიხატება იმაში, რომ რაღაც დაასრულოს და რაღაც დაიწყოს. თუ იმაში, რომ მე ვიცი რაც მინდა და კი, აქ შესაძლოა იყოს ის მოდელი, რომ მე ვიცი მე რაც მსურს, მე ვიცი მე რას ვეძებ და ვირჩევ ამას. ვირჩევ საკუთარ პრინციპებს, საკუთარ ინტერესებს, ხო, ვირჩევ საკუთარ პრინციპებს, საკუთარ ინტერესებს, ხო? და სიყვარული, მშვიდობა არის ჩემი მთავარი წამყვანი სლოგანი. რაღაც ასეთიც არის აქ. რაღაც ასეთი მომენტი არის აქ, რომ მე ვირჩევ იმას, რაც მე
მომწონს, რაც მე მაინტერესებს და როგორ რაღაც არის, იცით, რაღაც ისეთი მომენტია, რომ ადამიანი ირჩევს სიყვარულს. მაგრამ სიყვარულს ისე ირჩევს, როგორც მიაჩნია მას სწორად, ხო? თავისი შეხედულება აქვს აქ მეორე პოზიციას და ამ თავისი შეხედულებიდან გამომდინარე ირჩევს, აკეთებს არჩევანს. აქ პირიქით რაღაც პოზიტიურ არჩევნებზეა საუბარი. არა, ანუ აქ პირიქით იცის. ხო, მეტნაკლებად აქ მეორე პოზიცია გრძნობს რასურს მას, რა არ სურს და რაღაც ამით ხელმძღვანელობს. ანუ აქვს რაღაც პრინციპები, ასე რომ ვთქვათ, აქ მეორე პოზიციას, რითიც ხელმძღვანელობს მის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე და ირჩევს იმას, რაც მიაჩნია თვითონ მნიშვნელოვანი. მაგრამ ამ არქეტიპში მთავარია მისთვის რაღაც დიპლომატი ეს როგორც მას სურთო რომ დაეხმაროს სხვებს და მე ვიტყოდი აქ მაინც მთავარი არის წამყვანი თვითონ სიყვარული, თავისუფლება, სილაღე, იმიტომ რომ შეყვარებულები არის ისეთი არკანი, სადაც ჩვენ არ გვაიძულებენ რაღაცას, ხო? დევილის არკანში ჩვენ დამოკიდებულებაში ვართ, იძულებულები ვართ და აქ თავისუფალი ნება გამოდის პირველ ხაზზე, ხო? თავისუფალი ნება, მე ვიცი რამ სურს მე და მე თვითონ გავაკეთებ არჩევანს და მე ავირჩევ ისეთ რაღაცას, რაც არ მავნებს მე და არც სხვას, ხო? რაღაც აი ასეთი რაღაცა არის, მაგრამ აი მშვიდობის მტრედი რაღაც ასეთი, მშვიდობის მტრედი. ნუ მშვიდობის მტრედს ვერ ვუწოდებთ, იმიტომ რომ აქ ბევრი რაღაც სხვა ასპექტიც არის, თქვათ მშვიდობის მტრედები აქ არ გვყავს მეორე პოზიცია. მაგრამ აქ ბევრი რაღაც არის. ნუ რაღაც ისეთია და ოკეი, კაი, ნახოთ, ეს იყოს. ნახოთ ჩვენ, ახლა ნახოთ ამ არქეტიპის ნათელი მხარე მეორე პოზიციაში და ნელი მხარე. ხო, ესეც მოგწონს უფრო ნათელი მხარე. როგორი ნათელი მხარე. მე ვიტყოდი აქ ნათელ მხარში არის ის, რომ თუ აქ მეორე პოზიციას რამის არჩევანი ან ვინმე რამეს სთავაზობს, ან მაგალითად პარტნიორული ბიზნესი ან რაღაც, მაქსიმუმად იყენებთ ამ ყველაფერს. აი, იცის მეორე პოზიციამ შემოთავაზებების და შანსების მაქსიმუმ გამოყენება. ეს მაქსიმუმ გამოყენება, კი, აუცილებლად მაქსიმუმ გამოყენება იმ შესაძლებლობების, რაც არის თქვენს წინ. მეორე პოზიცია მაქსიმალურად იყენებს, შემოთავაზება იქნება, იდეა იქნება, თუ რაღაც ახალი წამოწყება, აი მაქსიმალურად აკეთებს ამ ყველაფერს, ხო? არიან ადამიანები, ვისაც უფრო მეტი დრო ჭირდება, ფიქრობს, გამოიყენოს, არ გამოიყენოს და მერე ჯამში არც იყენებს, ხო? და რაღაც მაზავს შანსებს, ასე რომ ვთქვათ. მეორე პოზიცია არ არის ასე. მეორე პოზიცია იყენებს, რაც მას სურს, ხო? კარგი მნიშვნელობით ამ სიტყვის. იცის როგორ რანაირად რა გაკეთოს. იცის რა გზას მიმართოს. აი სულ რაღაც იპოვის გამოსავალს ნებისმიერ სიტუაციიდან. ესეც არის. და პლუს აქ ძალიან კარგი ინტუიცია აქვს. ბნელი მხარე. ეს რა, იმპულსიური, ეგოისტური მომენტებში, ამბიციური, იმპულსური, დაუფიქრებელი და რო არ აცნობიერებს, აი რა მოყვება მის ქმედებას. რაღაც მომენტებში ეს სისუსტე შესაძლოა იყოს აქ მეორე პოზიციასთან, ხო? კიდევ ნათელი მხარე ამ არკანის. რაღაც ის აი ხო, პრინციპში ნებისმიერ სიტუაციიდან გამოსვლა და სხვებზე დახმარება, ვისაც ჭირდება რომ დააღწიოს თავი რაღაც რთულ ეტაპს, რთულ სიტუაციას, თქვენ ძალიან კარგად, კორექტულად, ეკოლოგიურად შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვა ადამიანებს ამაში და ასევე თქვენს ცხოვრებაშიც იყენებთ ამას. კიდევ ბნელი მხარე, კომფორტული ზონა და სიყვარული სილამაზის, მატერიის მიმართ დამოკიდებულება, ხო, შესაძლოა ის იყოს ფული, სტატუსი სოციუმში, გარეგნობა, ტანსაცმელი, ნუ ზედმეტად დამოკიდებულება ამ ყველაფერზე და იმიჯზე, თუ როგორ შემხედავენ სხვები, ხო? ესეც. ოკეი, კარგი. ეს ამ ყველაფერმაც მოგცა გარკვეული ინფორმაცია, ხო? კიდევ ერთხელ, ეს არქეტიპი როგორ იჩენს თავს მეორე პოზიციის ცხოვრებაში.
როგორი ჩენს თავს და თქვენ ცხოვრებაში ბევრჯერ თამაშდება ისეთ სიტუაციები, როცა თქვენ შედიხართ რაღაც ისეთ მომენტებში, ურთიერთობებში, ან უბრალოდ არის ისეთ სიტუაციები და მოვლენები თქვენ ცხოვრებაში, სადაც თქვენ ხართ არჩევნის წინაშე და სულ გიწევთ არჩევნის გაკეთება ისეთ რაღაცაზე, რაც ძალიან გინდათ, ან რაზეც ძალიან დამოკიდებული ხართ და ცხოვრება თითქოს გაძლევთ ბიცკს, რომ აი ამ რაღაციდან გამოხვიდეთ, განთავისუფლდეთ. ანუ რაც ძალიან გიყვართ და თან გიზიდავთ, მაგრამ დამანგრეველია თქვენთვის ან თქვენი ცხოვრებისთვის რაღაც ტოქსიკურ შედეგს იძლევა, ხო? აი სულ გიწევთ ამ რაღაცებზე უარის თქმა. სულ თითქოს ცხოვრება არჩევნის წინაშე გაყენებთ. შესაძლოა ეს იყოს სულ თქვენ ცხოვრებაში რაღაც რომ გადაავლოთ თავი მეთქი თვალი თქვენ ცხოვრებას, ხო? შესაძლოა ხედავდეთ იმ მომენტს, რომ რაღაც სულ არჩევნებია რა. რა თქმა უნდა, ყველა ცხოვრებაში არჩევნებია, მაგრამ თქვენთან შესაძლოა იყოს ეს ორი პარტნიორი, ან ორი სამსახური, ან ორი ქვეყანა, ხო, რაღაც ეს 2, სადაც სულ გიწევთ რაღაც არჩევანში ყოფნა, სულ გარკვევა, გამორკვევა, თუ თავარი მიზანი რა არის, რა რისთვის აკეთებთ, რა გსურთ, რა სურს თქვენს გულს და ამ პროცესებში რომ ცდილობთ, რომ დაუახლოვდეთ თქვენს თავს, შეიგრძნოთ, გაიგოთ რა სურს ნამდვილ მეს, ხო? რეალურად ეს არქეტიპი ზუსტადაც მაგას გასწავლით, რომ მოусმინოთ თქვენს გრძნობებს, მოусმინოთ თქვენს თავს და აირჩიოთ ის, რაც მოგიტანთ სიბედნიერეს თქვენს და თქვენს ირგვლივ მყოფებს, ხო? აი ეს არის აქ ესეთი თავარი, რაც არის ამ არქეტიპში. კარგი, რჩევა შეყვარებულების არქეტიპისგან. ვაი მეორე პოზიციას. რჩევა ამ არქეტიპიდან თქვენ. ნუ უარყოფთ რაღაც ახალ შემოთავაზებებს, რომლებიც შესაძლოა მიიღოთ რაღაც შემოთავაზება და ეს იყოს რაღაც ისეთი რაღაც მომენტში მიუღებელი თქვენთვის, ხო? იმიტომ რომ აქამდე სხვანაირად თვლიდით ან ფიქრობდით ან უყურებდით რაღაცებს, ხო? არა. ნუ უარყოფთ რაღაც ახალ შესაძლებლობებს, ხო? არამედ დაფიქრდით და ჩართეთ თქვენი კრეატიულობა, ხო? ყველაფერი შეიძლება გამოიყენოთ დადებითად, გადააქციოთ დადებითად, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ხო, ყველაფერში არის თავისი დოზა, მაგრამ ზოგადად ვსაუბრობ, ხო? რჩევა კიდევ, იყავ უფრო მეტად კრეატიული, იმოქმედე. ხო? ნუ შეგეშინდება იმისი, რომ რაღაც არ გამოგივან, ვიღაცები უარყოფენ ან გაგაკრიტიკებენ, ასევე ნუ აკრიტიკებ შენს თავს. მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ, რა თქმა უნდა. ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვიყოთ ისეთი ვერსია ჩვენი თავის საუკეთესო, ასე რომ ვთქვათ, ხო? ნუ პერფექციონიზმში არ მინდა ჩამეთვალოს საუკეთესობა არ არსებობს, მაგრამ მეტნაკლებად ისეთი ვერსია ჩვენი თავის, ხო? უკეთესი, კაი, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არავის არ წაუღია უკან, მაგრამ მიიღეთ თქვენი ნათელი მხარეები, თქვენი ბნელი მხარეები, იპოვეთ ბალანსი საკუთარ თავში, იყავით შემოქმედებითები, კრეატიულები და იმოძრავეთ, არ გაჩერდეთ. ხო? ნუ შეგეშინდებათ იმისი, რომ რაღაც არ გამოგივიდათ, ნუ შეგეშინდებათ კიდევ ცდის, კიდევ სხვა ჰორიზონტებზე შეხედვის, სხვა პერსპექტივებზე გადახედვის, სხვა შემოთავაზებების მიღება, ნუ შეგეშინდებათ, ხო? ასევე იკონტაქტეთ ადამიანებთან, ხო? იმიტომ რომ შეყვარებულები არის კომუნიკაციის არკანი ასევე. ეს არის ადამიანებთან ურთიერთობების ჩამოყალიბების არკანი. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ თქვენ პირველ რიგში ჩამოაყალიბოთ ასეთი ურთიერთობა საკუთარ თავთან და შემდეგ უკვე სხვებთანაც, ხო? ასეთი რჩევა იყო აქ მეორე პოზიციასთან და ასეთი ინფორმაცია, მოკლე ასეთი საინტერესო გაშლა, ვისაც სურვილი გაქვთ, გელოდებით ინდივიდუალურ სესიებზე ამ თემით, ან კიდევ რაღაც სხვა თემებით. მადლობა მეორე პოზიციას, დალაიქეთ ეს გაშლა თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი უფრო მეტი საინტერესო გაშლის მოსასმენად და ამაზე დავასრულეთ და გადავიდეთ მესამე პოზიციასთან.
მივესალმები, ვინც აირჩია მესამე პოზიცია. და ნახოთ თქვენი მთავარი არქეტიპი, თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, ხო? რა არქეტიპში ხართ? ვაი, გადმომივარდა. ორი კარტი გადმომივარდა, მაგრამ კიდევ გადმომივარდა. თქვენი სამ არქეტიპშია მესამე პოზიცია. კარგი. ნახოთ მთავარი წამყვანი არქეტიპი მესამე პოზიციის მისი ცხოვრების აი ამ ეტაპზე. მთავარი წამყვანი არქეტიპი, ხო? სამყარო. არქეტიპი, სამყარო. ეს ასევე არის არქეტიპი ადამიანის, რომელიც მოგზაურობს, ადამიანის, რომელიც ეცნობა სხვადასხვა კულტურებს, ხო, ასეთი ერთგვარი მოგზაური, მაგრამ არა მარტო გარე სამყაროს მოგზაური, არამედ საკუთარ თავში მოგზაური. ადამიანი, რომელიც როგორც თქვა, აღწევს ისეთ დონეს საკუთარ თავში, რომ აი ყველა გეშტალტი რო დახურულია და ნირვანაში გადის, ხო, რაღაც ასეთი სიტუაციები და პლუს ადამიანი, რომელიც სულ ინტერესდება გარე სამყაროთითაც. მას სულ აინტერესებს თუ რა ხდება სხვა კულტურებში, თუ როგორ ცხოვრობენ სხვაგან და ამ კულტურებს შემდეგ თავის კულტურასთან აჯვარებს, ხო, რაღაც ინტეგრირებას აკეთებს ამ სხვადასხვა კულტურების ერთმანეთში და ჯამში იქმნება არჩეულებრივი მიქსი. ასევე ადამიანი, რომელიც აი გამთელებს, გამთლიანებს, მაგრამ თვითონაც გამთლიანებულია, ხო? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყველა არკანს, ყველაფერს აქვს დადებითი მხარეც და ესეთიც, ხო? არც ისე დადებითიც და ამაზეც ვისაუბრებთ ახლა ჩვენ. დავიწყოთ ამ არკანის ნელ-ნელა მივყვეთ, რომ უფრო ვრცელი სურათი დადგეს ამ არქეტიპის ჩვენს წინ მესამე პოზიციისთვის. ამ არქეტიპის ნათელი მხარე, რაც აქვს მესამე პოზიციას, ხო? რაც აქვს და ბნელი მხარე, რაც აქვს ამ არქეტიპის მესამე პოზიციას, ნათელი. ნათელი არის ის, რომ ძალიან პასუხისმგებლიანი აქვს მესამე პოზიცია და თუ მაგალითად რაღაცას აკეთებს, ან რაღაც მიზანი აქვს, ხო, შრომობს ამისთვის. აქვს თავის რაღაც რუტინა და ამას კონკრეტულად ძალიან ისე გასაგებად აკეთებს. შრომობს, ასე რომ ვთქვათ, ხო, მაგალითად მე მინდა ეს, ამიტომ მე ვაკეთებ ამას და ყოველ დღე დგება, აკეთებს და შრომობს, ხო, ასე რომ ვთქვათ. კარგად აქვს თავისი საზღვრები დაცული მესამე პოზიციას. იცის რა დროს რა უნდა გააკეთოს, რა დროს რა უნდა და რა დროს რა არ უნდა, ხო? ეს ესეთი ნათელი მხარე, ბნელი მხარე. უნდობლობა, ეჭვით შეხედვა სამყაროს მიმართ, ან სხვა ადამიანების მიმართ. რომ აი რა შემჭირდება ახლა მე ეს ინფორმაცია. მინდა კი რაღაც სიჯიუტეთ, რომ მე უფრო უკეთესად ვიცი, ან ჩემ პოზიციიდან უფრო ნათლად ჩანს როგორ არის ყველაფერი, ხო? სიჯიუტეთ, უნდობლობას, ეჭვქვეშ ყველა ფაქტის, ყველა სი და ყველაფრის დაყენება, ესეც. კიდევ ნათელი მხარე ამ არკანის, რაც აქვს მესამე პოზიციას აქვს, ბნელი მხარე. არასტანდარტულობა. ძალიან არასტანდარტულობა, ძალიან ისეთი გამორჩეული, ასე რომ ვთქვათ, ხო? გამორჩეული მომენტში აქ შემიძლია ისიც ვთქვა, რომ გამოირჩევა იმ კულტურიდან, რაშიც გაიზარდა, მაგალითად, მესამე პოზიცია. ან ზოგადად გამორჩეულია იმ ადამიანებისგან, საიდანაც ხართ, ხო, წარმოშობით, მაგალითად ესთან, სადაც ცხოვრობთ, იმყოფებით, ესეც შეიძლება იყოს. ძალიან გამორჩეული ხართ სტილით, ან თქვენი შეხედულებებით, ან ორივე ერთად, ხო? პლუს არ არის ჩქარი აქ მესამე პოზიცია. ჯერ დააკვირდება, გადახედავს, შეხედავს ამ კუთხიდან, იმ კუთხიდან, ხო? და რაღაც მერე მოქმედებს. ან დაკიდებული ადამიანის პლუსი რაში გამოიხატება? ხო, ნუ ეს არის, რომ შეგიძლიათ კიდევ ისიც გააკეთოთ, რომ ანუ მიმართოთ სხვას, მაგალითად, ხო? თუ გჭირდებათ რჩევა, ან რაღაც თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სხვას. ვთხოვოთ დახმარება, მაგალითად, ხო? ეს არ ეთაკილება აქ მესამე პოზიციას, თუმცა აქ სიჯუტის მომენტები, რაც გავაჟღერე, მაგრამ ეს არ უშლის ამაში ხელს, ასე რომ ვთქვათ.
პლუს აქ ისიც არის, რომ მესამე პოზიცია საკმაო ემპათიურია. მზად არის, რომ დაეხმაროს სხვებს, ვისაც სჭირდება დახმარება. ასევე ძალიან კარგი კონექტი, ძალიან ძლიერი კონექტი აქვს თავის ინტუიციასთან, მესამე პოზიციას და ზოგადად უდიდესი ინტუიცია გაქვთ, ხო? ძალიან ისეთი ძლიერი ინტუიცია გაქვთ და კავშირიც ძალიან კარგი გაქვთ ამ ინტუიციასთან. კიდევ ბნელი მხარე. აქ ბნელ მხარებში უფრო არის რაღაც ისეთი პესიმიზმი, უიმედობა, შიში, რომ ვინმეს ვენდო, ემოციები ვინმეს გავუზია, რომ ვინმეს ვანდო, აი რაღაცა ასეთი პესიმისტური მიდგომები არის აქ. იკვეთება უფრო მეტად. კარგი, როგორ იჩენს თავს ეს არქეტიპი, აი მესამე პოზიციის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო? ეს არის რა, როგორ იჩენს და არის ის რა როგორ რანაირად არასტაბილურობებია და არის ის საერთოდ როგორ რანაირად რაღაცებს გამოკლდეს თუ პირიქით იცის რა უნდა როგორ და ბრძოლობს. ხო, აი აქ მომენტებში რაღაც არასტაბილურობა გვაქვს და ქაოტურობა. რაღაც მომენტებში თითქოს გგონიათ, რომ აი სამყარო თქვენს წინააღმდეგ არის. და სულ რაღაც ისი არ არის, როგორც გინდათ. რაღაც ყველაფერი არეულია, ქაოსშია, თავთავის ადგილას არაფერი არ არის, ვიღაცები რაღაცები ხელს გიშლით და სამყარო კი არა, არამედ თითქოს გადატრიალებულია, ხო? აი რაღაც არასტაბილურობა, ყველაფერი სპონტანურად ხდება, გაურკვევლად და აი არ ვიცით როგორ რანაირად. და ზუსტადაც რა იქნება რჩევა როგორ და რანაირად? რომ არ შეგეშინდეთ ძველის გაშვება, ძველი მომენტების გაშვება ამ შემთხვევებში, როდესაც რაღაცები არ გამოდის ისე როგორც გინდოდათ, ესე იგი გიგმა შესაძლებელია. ესე იგი უფრო მეტად მოქნილები უნდა ვიყოთ, დავტოვოთ ის რაც ადრე იყო, ის აღარ მუშაობს და უფრო ოპტიმისტურად, პესიმისტურად ვიმოქმედოთ. ძალიან მნიშვნელოვანია აქ უფრო მეტი ოპტიმიზმი, იმიტომ რომ ხო, მოიკოჭდებს აქ ოპტიმიზმი მესამე პოზიციასთან. რჩევა ამ არკანისგან მესამე პოზიციას. რჩევა. არკანისგან, არქეტიპისგან, ხო. შეგეშინდებათ, რომ რაღაცები არ გამოგივათ, ხო? არამედ თუ იცით რაც გსურთ, კვეთრად იდექით ამაზე, ხო? კვეთრად მიყევით თქვენს მიზნებს. იქნება ეს არ ვიცი რა იქნება ეს, ნებისმიერი რამე რაც იქნება, მკვეთრად მიყევით თქვენს მიზნებს, ხო? აი მე ეს მინდა და მე ეს მინდა, მიუყვები ამას, ხო? შეგეშინდებათ, შეგაშინებთ გარემოცულებები, ან ადამიანები, ან კიდევ რაღაც სხვა ფაქტორები, ხო? აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს რომ არ იჯდეთ თქვენს კომფორტულ ზონაში, რომ არ იპოვოთ ადგილი, სადაც ხართ კომფორტულად და არ ჩაჯდეთ იქ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხვიდეთ თქვენი კომფორტული ზონიდან, დატოვოთ თქვენი კომფორტული ზონა დრო რაღაც მომენტებში, არ შეხედოთ სამყაროს ეჭვის თვალით და ადამიანებს ეჭვის თვალით და იცოდეთ, რომ თქვენ ხართ სამყაროს ადამიანი, ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი. დედამიწის ნაწილი და ყველგან სახლია რეალურად, სადაც არ უნდა წავიდეთ, იმიტომ რომ მთლიანად დედამიწა ჩვენი სახლია, ხო? ასე რომ მნიშვნელოვანია რომ ეს გახსოვდეთ. ადამიანები ყველგან ადამიანები არიან ასეთი ადამიანები, ისეთი ადამიანებიც, მაგრამ უნდა გჯეროდეთ, რომ თქვენ შეგახვედრებთ სამყარო ისეთ ადამიანებს, მეგობრებსაც თქვენ იმსახურებთ. ხო, უბრალოდ იმის ზუსტ არაფერი არ ხდება. ენდეთ თქვენს ინტუიციას, სამყაროს ენდეთ და ცხოვრეთ ასე. იცხოვრეთ როგორც გინდათ, მაგრამ ეცადეთ, ხო, რომ რაღაც როგორ თქვა, გამოიყენოთ ეს რჩევა, ასე ვიტყვი. ასე რომ რაღაც ასეთი ინფორმაცია გვაქვს მესამე პოზიციისთვის, ვისაც მოგეწონათ გაშლა და ლაიქეთ გაშლა და სურვილებს ველოდები ინდივიდუალურ ტარო სესიებზე ამ თემაზე, ან კიდევ რაღაც სხვა საინტერესო თემებზე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რადგანაც არხის გამოწერა, ლაიქები, კომენტარები ანვითარებს ჩვენ არხს და მაძლევს мотивაციას, რომ გადავიღო უფრო მეტი საინტერესო გაშლა, ხო? თუ თქვენ არ იქნებით ჩართული ამ პროცესში, აზრით არ იქნება, ხო? ასე რომ ძალიან გთხოვთ, რომ თქვენც ჩაერთოთ არხის განვითარებაში, გააქტიურებაში, გავრცელეთ რაღაც გაშლები, რომლებიც თქვენთვის საინტერესოდ მოგწონთ, მეგობრებს გაუზიარეთ, ხო?
ასე რომ ასეთი თემები, ასე რომ ვთქვათ, წარმატებებს გისურვებთ და დროებით.